ვამპირები, მამა აბსოლუტის გზავნილი 21 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, ვისაც ხალხში უწოდებენ ვამპირებს. ეს ცივილიზაცია ეკუთვნის დედამიწის ეთერულ დონის იგივე პარალელურ ცივილიზაციას, რის შესახებაც საუბარი იყო ჩემს გზავნილში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მას ზოგჯერ შეუძლია ფიზიკურად იმოქმედოს ადამიანზე, რომელიც ინკარნაციაში იმყოფება. საიდან გაჩნდნენ ისინი და რა აიძულებთ მათ, რომ მოიქცნენ ასე საშინლად ადამიანის მიმართ? რეალურად ესენი არიან ისინი, ვისაც სიცოცხლეში ეძახდნენ სისხლის მსმელებს. იმდენად დაბალი ენერგიები ჰქონდათ მათ და იმდენად წამლავდნენ გარემომცველებს სიცოცხლეს. რადგანაც იყვნენ ენერგეტიკული ვამპირები, მათი სიცოცხლე შეეძლოთ მხოლოდ სხვების ენერგიების ხარჯზე. ამიტომაც ბევრი მათგანი ფიზიკური სხეულის გარდაცვალების და მათი სულების სხვა სამყაროებში გადასვლის ან გადამუშავების შემდგომ გადაიქცნენ დედამიწის ეთერული დონის მოხეტიალებად. ზოგჯერ მათი გადაულახავი სული რომ დაელიათ სისხლი, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით იყო იმდენად ძლიერი, რომ მათ რამდენიმე წამი რეალურად შეეძლოთ მატერიალიზება და დაეკმაყოფილებენ თავიანთი მოთხოვნილება. რატომ იყო მათთვის აუცილებელი მაინცა და მაინც სისხლი? საქმე ისაა, რომ ადამიანის სისხლი არის სიცოცხლის წყარო, რომლის ენერგიითაც აღსვილია ორგანიზმის ყოველი უჯრედი. მისი შემადგენლობა უნიკალურია და შეიცავს მრავალ შეუფასებელ მნიშვნელოვან ელემენტს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის ძალების შენარჩუნებას. ვამპირის ეთერული სხეული, რომელიც სუსტი და ძალებ გამოცდილია, ისრაფის ამ სისხლისთვის, რათა შეიძინოს უწინდელი ძალა და ზოგჯერ ის დგამს ასე წარსულთარგვეთის ნაბიჯს, რომ გამოჩნდეს მატერიაში. თუმცა ამის გაკეთება არც თუ ისე ადვილია, რადგანაც ენერგეტიკული ფარდის გადალახვა, რომელიც ყოფს მესამე განზომილებას მეორისგან, რომელშიც ეთერული დონის მაცხოვრებლები იმყოფებიან, მოითხოვს წარმოუდგენელ გარჩას. თუმცა თუ მას მაინც გამოსდის, ის რეალურად იმუხტება ადამიანის ენერგიით საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით. ეს აიხსნება იმით, რომ ასეთი ცოცხალი ფიზიკური სუბსტანცია, როგორიც არის სისხლი, როდესაც ხვდება დედამიწის ეთერულ ველში, იღებს სხვა სახეს. ის ძლიერდება 10-ჯერ და ზოგჯერ 100-ჯერაც. ამასთან ერთად, ვამპირებისთვის ფასეულობას წარმოადგენს ნებისმიერი სისხლი, არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ნებისმიერი ძუძუმწოვარი ცხოველის. თუმცა ასეთი რამე ჩემო ძვირფასებო ხდება ძალიან იშვიათად, ხოლო ვამპირის მოზიდვა პარალელურ სამყაროდან შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელსაც ძალიან დაბალი ენერგეტიკული დონე აქვს, რომელიც ხელს შეუწყობს ვამპირს, რომ შექმნილიყო მინიმალური ვიბრაციული დაყოფა. ახლა, როდესაც დედამიწამ შეიცვალა თავისი ენერგეტიკული პარამეტრები, ასეთი შემთხვევები შეუძლებელია და ვამპირების სამყარო თანთანობით ქრება. თუმცა მაინც სურდა რომ გცნობდა თუ რამდენად დაბლა დაეცა ადამიანი ვიბრაციულად, რომ შექმნა თავისი აზრებით და ემოციებით ისეთი უშნო არსებაც კი, როგორიც არის ვამპირი, რომელიც აშინებს ადამიანებს მრავალი საუკუნის განმავლობაში. თუმცა ახლაც კი ვამპირების აგრძელება ფილმების გადაღებას, წიგნებისა და სტატიების წერასაც შობს ადამიანში მრავალ ნეგატიურ ემოციას, შიშს, აგრესიას, სიძულვილს, რომელთაც აწვდიან საქმეს ქვედა ასრაულ არსებებს და ამ ნამუშევრის გმირებსაც, ვამპირებსაც. ერთმანეთს ჩემო ძვირფასებო საშინელება ფილმები არც თუ ისე უწყინარი გასართობი, არამედ ზედმიტევნით მოფიქრებული პროექტი ამ სოფლის ძლიერთა მიერ, რომლების მიზანიცაა წარმოშვონ ადამიანში ყველაზე დაბალი ვიბრაციის ენერგიები. ამაზე გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზღვრად უყვარხარ საუბრობა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატება.